აქ მაქვს ორი ფიქსირებული ტარიანი დანა და ნახოთ რა განსხვავება. პირველი კარკაშის სტილში ეს ფიქსირებული საკეტიანი, რომელსაც ნახეთ ორი ფიქსაცია აქვს. პირველი რომ ეს საკეტი ჭიდროდ იკეტება და მეორე დანა. ნახეთ, ოპ. აი ამის გარეშეც კი დანა გაჭედილია შიგნით. რის საშუალებასაც იძლევა აი ეს დანის წინაზე, რომელსაც ორი დანიშნულება აქვს. პირველი დანიშნულება არის ძირითადი, რომ თიძე კონდეს ფიქსაცია, რომ ჭრეპირზე არ გადავიდეს, ეწოდებული ვადაჯვარი და მეორე კარკაში ჩადების დროს აქ ძირედი ჩადგმო გაკეთებული სპეციალურად, რომ აი ხმაც ისმის, რომ ჭიდროდ იყოს. ეს არის ერთი ფიქსირებული დანა და მეორე უკვე სრული კარკაშით, თუმცა დანა სრულად ჩადის შიგნით, რომ ჭიდროდ არის. ფაქტობრივად შეუძლებელია მისი ამოვარდნა, რადგან თითოეული კარკაში ინდივიდუალურად დანისთვის არის დამზადებული. მიუხედავად რომ იმისა, რომ ორივე ფიქსირებულია, ერთი არის სრულად აწყობილი, ეგრეთ წოდებული ფულტანი და თუ დააკვირდებით, ფოლადი უკან თხელდება. ეს ძირითადად სიმსუბუქის გამო და დიზაინის გართულების გამო. წინ რომ არის 4 მმ, უკან სადღაც 3 მმ არის. დიდი დათხელება არ აქვს. რაც უფრო მეტად არის დათხელებული, დანაც მით უფრო რთულია. და ხელში უკან აქვს ჩათხელება, რომ ნეკითითი რადგანაც ყველაზე მოკლე არის, კარგად ჩაშდეს. წინაც ჩათხელებული არის, რომ გვერდით იხმარების დროს დანა უფრო კომფორტული იყოს. ფულტანის დანა იდეალური არის რაღაც გარკვეული თულის სამუშაოებისთვის, რადგან მთლიანი ფოლადი გვიჭირავს ხელში და რეალურად ძირითადი დანის საჭრელი მასა და ტარი ერთი მონოლითი არის და დარტყმის დროს დანას უფრო მეტი ძალა აქვს. ეგეთი დანების ჩარტყმების არ შეგვეშინდება ამ შემთხვევაში, გვინდა გავთვლით. სამწვადე ჯოხებიზე იდეალურია, ხორცსაც რა თქმა უნდა ძვალზე ამ კატეგორიის დანებს პრობლემა არ აქვს. მეორე არის უკვე ესეც ფიქსირებული დანა, მაგრამ აწყობილი არის. რა თქმა უნდა, რადგანაც ბევრი აწყობა აქვს, ფოლადი უკვე თითქმის ბოლომდე არის გამოსული, მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულება არის სილამაზე, რადგანაც უფრო მეტი ჩაკერებების და ესთეტიური სილამაზე შეგვიძლია მივანიჭოთ დანას. ხმარების დროს, რა თქმა უნდა, როგორც საჭრელი დანა არის იდეალური ხმარების დროს, რადგან ჭრის დროს ჩვენ ან რაღაცა თელის დროს ვერ დავატანთ ისეთ ძალას, რომ ტარს რაიმე მოუვიდეს, მაგრამ რთულ პირობებში, როდესაც დანას უფრო მეტი აწყობა აქვს, რეალურად მას მეტი სისუსტეებიც აქვს. შესაბამისად, თუ გვინდა უდიერი ხმარებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ტარზე აწყობილი დანა ჯობს, ეს უფრო მეტად უძლებს უდიერ ხმარებას, მაგრამ თუ გვინდა რომ ესთეტიური სილამაზე დაბალანსებული იყოს პრაქტიკულობასთან, რომელიც ამ დანას არაკლია, ამ შემთხვევაში გვაქვს ორივე განხორციელებული ერთ დანაში. რაც შეეხება ჭრას, ჩემი ფოლადები ყველა პრემიუმ კლასის არის. ჭრასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის. ეს CPM S90-ვე არის უჟანგი დანა, ძალიან მაღალი დონის, ანუ პრემიუმ სეგმენტის დანა არის ჭრაში, სუპერ კატეგორიის. ესეც K90 PM არის. ეს ახლა ხემდასვა რა, ეგ არაფერი, რომელიც ერთ-ერთი იდეალური დანა, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი ჭრით. უჟანგი არ არის ბოლომდე, ჟანგვა-მედეგი, ანუ შუაში არის უჟანგსა და ჟანგვა შორის. პრიმიტიული მოვლა ჭირდება, რომ დანას არაფერი არ დაიმართოს და რამსთავარია K90 PM რისთვის არის ჩემთვის საყურადღებო ფოლადი. ჭრასთან მიმართებაში ეკონომიური და ბიუჯეტურია. მაგრამ ბიუჯეტურში არ იგულისხმება ლილოზე რაც ღირს ჩინური დანები, მაგის ფასი.